ორგანიზაცია დეპუტატებს მოუწოდებს თინათინ ერქვანიას სახალხო დამცველის პოსტზე მხარი არ დაუჭირონ. არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები ასახელებენ იმ კონკრეტულ პრობლემურ პასუხებს, რომელიც კანდიდატმა საპარლამენტო განხილვისას დეპუტატებს გასცა. ამის პარალელურად სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრი ორგანიზაციები კანდიდატებს ხვდებიან და ასახელებენ კრიტერიუმებსაც. ომბუდსმენი უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან, ის არ უნდა ერიდებოდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც შესაძლოა ხელისუფლებას ან უმრავლესობას არ მოეწონოს. ოცნება კი ამ დროს ისეთ კანდიდატს არჩევს, რომელსაც ამჟამინდელი მთავრობა არ გაუკრიტიკებია. მინისტრმა პირველი შეხვედრის დროს რელიგიათა საბჭოს გითხრა, რომ ჩვენ კი ვიზრუნებთ ადამიანების უფლებებზე, მაგრამ უმცირესობის უფლებას არასოდეს დავიცავთ უმრავლესობის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე. ხელისუფლების წარმომადგენლის ეს განცხადება სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს კარგად ახსოვთ. ამიტომ მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, რომ ახალ სახალხო დამცველს ჰქონდეს მკაფიო და ხმამაღალი პოზიცია რელიგიური უმცირესობების დაცვისას. პარლამენტში ომბუდსმენის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესზე დაკვირვებისას კიდევ ერთ საფრთხეს ხედავენ. ეს ზოგიერთი კანდიდატის ვიწრო ხედვაა უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით. ამიტომ საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ სახალხო დამცველი სხვა უფლებებთან ერთად განუხრელად უნდა იცავდეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებსაც. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ძალიან უცნაურ ქართულ იგრულ ვერსიაში უყურებს სეკულარიზმს. ხომ ვნახეთ, როგორი განცხადებები გააკეთეს პირველმა, მეორე და მესამე პირებმა. სულ ეს გვესმის, რომ რაღაც ამ ბოლო დროს უმცირესობები მართავენ თითქოს პოლიტიკურ ამინდს ესენი ადგენენ. რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას ცდილობს. ისინი საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის გარკვეული პოლიტიკური გარიგების ტენდენციებს ხედავენ. ეს არის ტენდენცია და ეს მიმართულება უფრო ხმავდება და ძლიერდება, რომ სახელმწიფო იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელშემწყობი, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, რომ ის უფრო გაძლიერდეს და შესაბამისად მართლმადიდებელმა ეკლესიამაც მე უფრო ვიტყვი საპატრიარქოს, იმიტომ რომ ეს არ არის რელიგიური მომენტი, ეს უფრო პოლიტიკური მომენტია, შესაბამისად საპატრიარქომაც მხარი დაუჭიროს მას პოლიტიკური მიზნების აღსასრულებლად, ეს იქნება მხარდაჭერა არჩევნებში თუ ასე შემდეგ. რელიგიათა საბჭოს წევრ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კანდიდატს ხანგრძლივი გამოცდილება უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, რაც გარანტია იქნება, რომ ის თანაბრად დაიცავს ყველა რელიგიური მრწამსის წარმომადგენლებს, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებშიც არის გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია ის იყოს მიუკერძოებელი, რელიგიურად ნეიტრალური და იცავდეს როგორც ყველა კომპონენტ საზოგადოებაში შემავალს, ეს იქნება უმცირესობის, უმრავლესობის თუ ნებისმიერი სხვა ნიშნის წარმომადგენელი. რელიგიურ უმცირესობათა ამ განცხადების შესახებ ინფორმაცია არ აქვს საპატრიარქოს. პრესპიკერი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ამაზე სალაპარაკოდ მზად არ არის. დღევანდელ ვრცელ პრესკონფერენციაზე, რომელიც ჟურნალისტების მუშაობის შეზღუდვასა და რეგულაციების დაწესებას ეძღვნებოდა, მას სახალხო დამცველისთვის საჭირო კრიტერიუმებზე არ ულაპარაკია. ვერ გეტყვით, არ ვარცად მაგისტრის არ ვიცი ზუსტად. მე პირადად არ ვიცოდი და არა ვარ მზად ახლა რა სახით მოგვაწოდეს ჩვენ ინფორმაცია თუ მოგვაწოდეს საერთოდ. მოკლედ ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ გაგცნობ, არ ვიცი. გაცილებით მკაცრია არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციების განცხადება, რომელიც კანდიდატ თინათინ ერქვანიას ეხება. რელიგიური ჯგუფები მიანიშნებენ კანდიდატის დამოკიდებულებაზე ბათუმში მეჩეთის მშენებლობასა თუ ფემიციდის საკითხებზე. ამ განცხადებას თვითონ კანდიდატი არასწორ ინტერპრეტაციას ან მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობას უკავშირებს. ან შეგნებული დისკრედიტაცია, ან უბრალოდ ვერ გაიგეს რა ვთქვი და სანამ საერთოდ დავაზუსტე, ანუ არ კი მომცა ამის შესაძლებლობა, ყვირა და რაღაცას გავუთავებოთ. ანუ პირველი რომ არ მოელოდა საერთოდ რომ დავეთანხმებოდი რომ მეჩეთი უნდა აშენდეს. ეხლა იდგას რაღაცა ისეთი შიში თქო რა, ანუ რაღაც ქსენოფობიური, რომ შეიძლება იყოს რაღაცა პანთურკისტული რაღაც მისწრაფებები თურქეთში და რაღაც ეს თითქოს შესაძლოა რაღაც საფრთხედ ამას აღიქვამდეს თქო და ეს ძალიან ცუდია თუ როგორ შეიძლება ისლამოფობია ვინმე საერთოდ საქართველოში ჰქონდეს. რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლები ახლა მოუთმენლად ელოდებიან, ვის აირჩევს პარლამენტის სახალხო დამცველად, რადგან სწორედ საკანონმდებლო ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მათი უფლებების დაცვის გარანტია. ხელისუფლებამ გიორგი გახარიაზე ახალი ძალით შეტევა განაახლა. ქართული ოცნება ყოფილი თანაგუნდელის